კეთილი იყოს შენი მობრძანება. დღეს შარლოტა ბრონტეს Jane Eyre-ს ვუღრმავდებით, აი იმ ნაწყვეტების მიხედვით, რომლებიც გვაქვს. ჩვენი მიზანია, რომ უბრალოდ კი არ გავიაროთ სიუჟეტი, არამედ დავინახოთ ის მთავარი მომენტები, ჯეინის ბრძოლები და როგორ იზრდება, როგორ ყალიბდება მისი პიროვნება. შენთვისაც საინტერესო იქნება ალბათ, როგორ იწრთობა ადამიანი განსაცდელში. ნამდვილად. და ეს ნაწყვეტები ხო ძალიან კარგ მასალას გვაძლევს. ხედავთ ჯეინის შინაგან სამყაროს, მის მორალურ არჩევანს და იმ ეპოქასაც, რა თქმა უნდა, იმ სოციალურ ნორმებს, რომელშიც უწევდა ცხოვრება. მოდი დავიწყოთ იმით, გეიცედით, მისი მძიმე ბავშვობით. ხო, გეიცედი და ის ცნობილი წითელი ოთახი. ეს ხომ საშინელი ეპიზოდია. ეს უბრალოდ სასჯელი კი არა, რაღაც უფრო ღრმა არა? აბარა. ეს არის პირველი დიდი ტრავმა და ამავდროულად პირველი პროტესტიც. კი, ჯონ რიდს რო უპირისპირდება. მან უკვე ჩანს მისი ხასიათი. ზუსტად. აი მან იწყება მისი ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. ეს ტრავმა და, ეს ამბოხი აყალიბებს მერე მთელ მის ცხოვრებას. შემდეგ ლოუდის სკოლა. ესეც ხო ახალი განსაცდელია. თან როგორი მისტერ ბროკლჰერსტის ის თვალთმაქცური სიმკაცრე, მძიმე პირობები, დამწვარე ფაფა, სიცივე, ტიფი. კი, ნამდვილად ზის მის გამძლეობას. მაგრამ სწორედ ლოუდში ვხდება ჰელენ ბერნს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჰელენი მისთვის შვებაც არის და რაღაცნაირად კონტრასტიც, არა? მათი საუბრები სამართლიანობაზე ძალიან განსხვავებულია. კი, ჰელენი უფრო ქრისტიანულ მორჩილებას ქადაგებს. ჯეინი კი სულ სხვანაირად ხედავს ამას. ჰელენის სიკვდილი, ესეც ძალიან მძიმე მომენტია. და მერე ლოუდის რეფორმაც. თითქოს ერთი თავი იხურება მის ცხოვრებაში. დიახ, და ლოუდიდან წამოსული ჯეინი უკვე სხვაა. უფრო ძლიერი, უფრო, გამოცდილი. ეძებს ცვლილებას და მოუკიდებლობას. თუნდაც ამას ახალ მონობას ეძახდეს, ხო? თორნფილდ ჰოლში რომ მიდის აღმზრდელად. ხო, ზუსტად. და თორნფილდი. აი ეს უკვე სხვა სამყაროა. საიდუმლოებებით სავსე, ის უცნაური სიცილი. და მისტერ როჩესტერი, იდუმალი, ხო? მათი პირველი შეხვედრაც ხომ უცნაურია, ყინულზე რომ დაეცემა. კი, არასტანდარტული ნამდვილად. და მათი ურთიერთობაც თავიდანვე. გამოირჩევა პირდაპირობით. ინტელექტუალური პაექრობაა თითქოს. როჩესტერი მისთვის გამოცანაა, წარსულით დამძიმებული. ნამდვილად. და თორნფილდში მოვლენებიც იზაბება. ჯერის ხანძარი როჩესტერის ოთახში. სადაც ჯეინი გადაარჩენს. კი, მერე სტუმრები, ბლანშინგრემი, ეჭვიანობა. ბედისმწერის სცენაც ხომ გახსოვს. კი, და მეისონზე თავდასხმა. ეს ყველაფერი ნელ-ნელა მიდის კულმინაციისკენ, ქორწილის დღისკენ. და აი, ქორწილის დღეს. ბამც! ყველაფერი ინგრევა. ბერტა მეისონის ამბავი რომ ირკვევა. როჩესტერის, შეშლილი ცოლი. ეს ალბათ ყველაზე მძაფრი მომენტია. ჯეინის დილემა. დარჩეს კაცთან, რომელიც უყვარს, მაგრამ როგორც საყვარელი, თუ დაიცვას თავისი პრინციპები და წავიდეს. ეს არის უმთავრესი არჩევანი. და ის ირჩევს მეორეს. წარმოუდგენლად ძლიერი ნაბიჯია იმ დროისთვის, არა? აბსოლუტურად. უარს ამბობს უზრუნველყოფილ მომავალზე სიყვარულზეც კი, ოღონდ საკუთარი მორალი და ღირსება შეინარჩუნოს. და მერე იწყება მისი ხეტიალი. სრული სასოწარკვეთა. სანამ მურ ხაოსს არ მიადგება. ხო, და იქ პოულობს შვებას მდინარეების ოჯახთან. სენტ ჯონი, დაიანა, მერი. ისინი შეიფარებენ. და ეს არა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენაა, აქ ის ნათესავებსაც პოულობს. მემკვიდრეობასაც, ფინანსურ დამოუკიდებლობას იძენს. მაგრამ სიმშვიდე დიდხანს არ გრძელდება. სენტ ჯონი ახალ გამოწვევას უყენებს. ეგიც რთული ამბავია. მისიონერობა ინდოეთში და ქორწინება მასთან, მოვალეობის გამო. და ჯეინი ისევ დგას არჩევანის წინაშე. და ისევ უარს ამბობს. ხვდება, რომ სიყვარულის გარეშე მოვალეობით ცხოვრება მის პიროვნებას გაანადგურებს. კი, და სწორედ ამ დროს ის იდუმალი ხმა ესმის, არა? როჩესტერის ხმა. ჯეინ. ხო,
ძალიან მისტიკური მომენტია. თითქოს შინაგანი ხმაც ეუბნება, სად არის მისი ადგილი და ბრუნდება თორმფილდში, ოღონ დამწვარ თორმფილდში. და პოულობს როჩესტერს ფერნდინში, ფიზიკურად დაშავებულს, მხედველობა დაკარგულს, ხელით დაკარგა ხანძარში. მათი შეხვედრა ძალიან ემოციურია. ახლა ჯეინია ძიერი, ის ბრუნდება როგორც თანასწორი. ზუსტად, არა როგორც დამოკიდებული, არამედ როგორც პარტნიორი, რომელიც მზად დაიზრუნოს. მათი საბოლოო ქორწინება უკვე, სულ სხვა რამეზეა დაფუძნებული. ურთიერთპატივისცემაზე, სულიერ სიახლოვეზე, გამოცდილებით მოსულ სიყვარულზე. კი, და როჩესტერი ნაწილობრივ იბრუნებს მხედველობას, შვილსაც ხედავს. ადელისთვისაც პოულობს ჯეინის შესაფერის სკოლას. ყველაფერი ლაგდება. ასე რომ ამ ნაწყვეტებით ხედავთ ჯეინე არის საოცარ გზას, ტკივილიდან დანაკარგიდან, საკუთარი თავის პოუნამდე და იმ ბედნიერებამდე, რომელიც თავად შექმნა. ნამდვილად, ეს არის ამბავი სიმტკიცეზე, პრინციპების ერთგულებაზე. და შენთვის, ვინც ამ ამბავს კარგად იცნობ, ალბათ საფიქრალია, რა არის ის მთავარი ფასეულობა, რასაც ჯეინი არასდროს ღალატობს. და კიდევ რამდენად აქტუალურია დღეს მისი ბრძოლა. რას ნიშნავს იყოს საკუთარი თავის ერთგული მაშინაც კი, როცა ეს, დიდ მსხვერპლს მოითხოვს. საინტერესო არა?